ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო. დღეს წმინდა წერილმა ჩვენ მოგვითხოვ იმის შესახებ, თუ როგორ გაყვნენ მოციქულები ქრისტეს მოწოდებას, ისმინეს იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა, ანდრია და იოანე ღვთისმოწყალმა თავისი მოძღვრის სიტყვა, რომ ესე არის სტარიგი ღვთისა, მას გაჰყევით და გაყვნენ უფალს. ან პეტრე მოციქულმა და ბართლომემ ისმინეს მოწოდება უფლისა, სიტყვა მისი და გაყვნენ. და ეს გაყოლა არ იყო დროებითი. ეს გაყოლა უფლისა არ იყო ამა წუთისოფლის სიკეთისა და სიუხვისათვის. მოციქულები თავიდან, რა თქმა უნდა, ვერც არ ცნობიერებდნენ ქრისტეს სიდიადეს. ის აღიარებანი, რომელიც წარმოთქმულია პეტრე მოციქულის მიერ, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა, ეს აღიარება ღვთით იყო მისთვის მოცემული, მაგრამ ბოლომდე, რა თქმა უნდა, მას ვერ ქონდა ეს გააზრებული. ეს გააზრება მოდის უფრო გვიან, როდესაც ისინი ხედავენ ქრისტეს ტაჯვასა და ჯვარზე აღსასრულს და შემდგომ მის აღდგომას. როდესაც აღმდგარი მაცხოვარი მათ მოძღვრავს, ესაუბრება და ცათასასუფევლის საიდუმლოებს აუწყებს, ასწავლის მათ, როგორ უნდა გააგრძელონ მათ თავიანთი ყოფა ამ წუთის სოფელში. ეს გააზრება მოდის, როდესაც მადლის სულისა წმინდისა გარდამოდის სულიწმინდა ღმერთი და განაბრძნობს მოციქულებს. და აი ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იყვეს ძალიან ახლო სიწმინდესთან, ეხებოდეს საღვთო საიდუმლოებას და ხედავდეს საოცარ მაგალითებს, მიუხედავად ამ ყოველივესი ადამიანს ვერ გქონდეს გახსნილი ბოლომდე გონება აღიარებისათვის. გული გახსნილია. გული გრძნობს, რომ უნდა იყვეს ღმერთთან ახლოს. გული გრძნობს, რომ ღვთის გარეშე მას არ შეუძლია. მაგრამ გონება ბადებს ეჭვებს.
გონება ზრახავს ადამიანურსა და ამ ქვეყნიერს, ისე როგორც იაკობ და იოანე მოციქულებმა მაცხოვარს უთხრეს, რომ ბრძანე, რომ ჩვენ შენს მარჯვენით და მარცხენით ვიყვეთო. თითქოს მაცხოვარი იყო პრემიერ-მინისტრი და მინისტრებს ნიშნავდა. ამ მცირედი მაგალითებიდან ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ უნდა გულისხმავყოთ, რომ ყველას ვჭირდება მადლი სულისა წმინდისა. ყველას ვჭირდება მოწყალება უფლისა. ამიტომაც ბრძანებს წმინდა მოციქული პავლე, რომ ჯული კი არ გაამართლებს და აცხოვნებს ადამიანს. ჯული და კანონი მოცემულია ცოდვის უარსაყოფად, ცოდვისაგან განსაშორებლად. არამედ ღვთის მოწყალება აცხოვნებს ადამიანს. ღვთის მოწყალება მონიჭებული უანგაროდ, რჩოვლად, ჯილდოდ და საჩუქრად ადამიანისათვის. მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულის და გამო. მაგრამ ეს სიყვარულის საქმე როგორ შევირგოთ ჩვენ? რაც არ უნდა მშობელს უყვარდეს თავისი შვილი, თუ შვილი ამ სიყვარულს ვერ გაითავისებს, მშობელი მას ვერაფერში ვერ დაეხმარება. მშობელი მას ეუბნება იმას, რაც შვილს უნდა გამოადგეს ცხოვრების გზაზე. მშობელი ეუბნება სასიკეთოს, სასარგებლოს. მაგრამ თუ შვილი არ არის ამის მიმღები და ამბობს, იცი რა, მე უკეთესად ვიცი რა უნდა გავაკეთო, და მერე აღმოჩნდება რაღაც, ასე ვთქვათ, სამწუხარო ამბავში, მერე რას აკეთებს? ისევ მშობელს მიმართავს და ეუბნება, რომ დამეხმარეო. და მშობელი როცა ეტყვის, რომ შვილო, მე გეუბნებოდი და გაფრთხილებდი შენ ამის შესახებ, ზოგიერთი თავხედი შვილი ეუბნება, იცი, ნუ მასწავლი მე ჭკუას, მე ახლა მიჭირს, შენ მე უნდა დამეხმარო, ეს გამიკეთო, ის გამიკეთო. და სამწუხაროდ თავხედობასვე ამატებს. და აი ამგვარად ვიქცევით უმეტესი ადამიანები ღმერთთან ურთიერთობისას. წმინდა მოციქულებმა ისმინეს უფლის მოწოდება და გაყვნენ მას.
რაღაცა ვერ ესმოდათ, რაღაცას ვერ ხვდებოდნენ, სადღაც თავისას გაიძახოდნენ, მაგრამ მიყვებოდნენ მას. მასთან ერთად უნდათ ყოფნა. ვინც არ მოინდომა, ის წავიდა, განუდგა, ზოგმა კიდევაც ღალატი ჩაიდინა. და ამგვარადაც ძვირფასო ძმანო და დანო ჩვენც უფალთან ურთიერთობაში უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი სურვილი ღმერთთან ყოფნისა. ზოგიერთი ადამიანი თავისი გულ ფიცხელობით თუ გაქვაებულობით ახლობელი ადამიანის თუ ზოგადად სხვა რომელიმე ადამიანის დახმარებასაც კი არ ღებულობს. რაღაც კიდე უფრო უტეხი, ურჩი და გაქვაებული ხდება. და როგორ აი ღმერთმაც როგორ უნდა შემოაღწიოს ჩვენს სულში და ჩვენს გონებაში იმ სიტყვით, რომელიც ჩვენთვის მაცხოვნებელია, ვერ შემოაღწევს თუ ჩვენ არ გვინდა. და თუ გვინდა, ამისი ნიშანი არის, რომ ჩვენ ცდილობთ სიახლოვეს ღმერთთან. ცდილობთ, რომ მისი სიტყვა გავიზიაროთ, აღვასრულოთ და ჩვენს ცხოვრებაში ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის სიტყვა უფლისა, ცნება უფლისა არის მნიშვნელოვანი და ჩვენი აღიარება და სარწმუნოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა და ისიც კი არა, სჯულის აღსრულებაც კი არა, როგორც მოციქული ამბობს. არამედ ჩვენი გული მიისწრაფეს უფლისკენ. და ჩვენ მის სიტყვას თანდათანობით ჩვენს ცხოვრების გზაზე სულ უფრო და უფრო ღრმად ვაცნობიერებთ და ვღებულობთ. იმიტომ რომ მარცვალი მიწაში როდესაც დაეფლება, მას ჭირდება დრო, რომ აღმოსცენდეს, მომწიფთეს, მოვიდეს დრო მისი გალეწვისა. და ჩვენც ასევე, ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენც უნდა გავიზარდოთ, ჩვენც უნდა მოვწიფთეთ, ჩვენც უნდა გამოვიღოთ ნაყოფი და მოვა დრო ამ ნაყოფის აღებისა. ღვთის წინაშე მისი შეფასებისა. როგორი გამოვიღეთ ნაყოფი? საერთოდ აღმოცენდით თუ არა ქრისტეში? მომწიფთით თუ არა?
მოვიბით თუ არა თავ-თავი და რამდენი მარცვალი გამოვიღეთ. და ეს ჟამი არის ჟამი ჩვენი ცხოვრებისა. და როგორი არის ჩვენი ცხოვრება, რაოდენია მისი ხანგრძლივობა, ჩვენ არც ერთმა არ ვუწყით. მით უმეტეს დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სამწუხარო მოვლენები ვითარდება. როდესაც ხედავთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ბირთვული კატასტროფის, რადიაციის გავრცელების საფრთხის ქვეშ. და ჩვენგან ეს შორს არ არის. თეირანამდე საქართველოდან სულ 900 კილომეტრია. ეს არაფერი არ არის. ძალიან მცირე მანძილია. თანამედროვე იარაღისთვისაც და ბირთვული რადიაციული საფრთხის გავრცელებისათვისაც. და ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, შევეცადოთ, რომ არა მხოლოდ საფრთხის თუ განსაცდელის ჟამს, არამედ ყოველთვის ვიქონიოთ სიახლოვე ღმერთთან, გულითა და გონებით, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი კეთილი საქმეებით. და მაშინ უფლის მადლი და წყალობა, მისი შემწეობა იქნება ჩვენთან ისე, როგორც მან თავის მოწაფეებს აღუთქვა. ნუ გეშინინ, რამე თუ მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისაო. მერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენთანა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.